ქრისტეს შობიდან 9 წელს სამი რომაული ლეგიონი შეიჭრა ჩრდილოეთ ევროპის ტყეში და ის მეჯერ აღარავის უნახავს. ვინ იყო ეს ხალხი, რომელსაც რომაელები პრიმიტიულებს ეძახდნენ, როგორ გამოიყურებოდნენ, რა ტრადიციები ჰქონდათ, რომელი ღმერთები სწამდათ და როგორ ცხოვრობდნენ. ამ ხალხის შესახებ ცნობები შემოგვინახეს რომაელმა ისტორიკოსებმა, როგორებიც არიან ტასიტუსი მაგალითად, და ისინი მათ ტერიტორიაზე, რომელსაც სახლობდნენ, ეძახდნენ გერმანიას ერთ-ერთი ტომის მიხედვით, სახელის მიხედვით და თვითონ ხალხს ეძახდნენ გერმანის. მაგრამ ეს ხალხი არ იყო გაერთიანებული, სხვადასხვა ტომები იყვნენ, როგორებიც არიან მაგალითად გოთები, ვანდალები, სუები და ასე შემდეგ. ეს ხალხი დახასიათებულია რომაელების მიერ როგორც მაღალი, ძლიერი აღნაგობის, ასევე ღია ფერის თმებით, თვალებით და ტანადობით გამორჩეულები იყვნენ. და ამ ხალხს სჯეროდათ სხვადასხვა ღმერთების, მაგალითად როგორიც არის ოდინი, თორი, ლოკი და ასე შემდეგ. ამ ხალხს სხვადასხვა ტრადიციები ჰქონდა, რომლებიც ერთმანეთთან მსგავსი იყო, მაგრამ ცოტა განსხვავება მაინც იძებნებოდა. ეს ხალხი საუბრობდა პროტოგერმანიკულად, რომელიც გავრცელებული იყო ჩრდილოეთ გერმანიაში, დანიაში და სამხრეთ სკანდინავიაში. ამ ხალხს ჰქონდათ საკუთარი დამწერლობა, ძველი ფუტარკი და ფუტარკის სიტყვა წარმოდგება პირველი 600-სგან ამ დამწერლობის. შემდეგ ამ ძველი ფუტარკიდან ასევე წამოვიდა ვიკინგების დამწერლობა, თუ არ ვცდები ახალი ფუტარკი ქვია, და ასევე ანგლო-საქსონების დამწერლობაც ფუთორკი. პროტოგერმანიკულზე საუბრობდნენ 500 წელს ქრისტეს შობამდე და პროტოგერმანიკული გამომდინარეობს პროტოინდოევროპულისგან. პროტოგერმანიკულში შედის სამი ქვეჯგუფი, დასავლეთი, ჩრდილოეთი და აღმოსავლეთ გერმანიკული. დასავლეთ გერმანიკულში შედის გერმანული, ინგლისური, ყველაზე ცნობილი ენა ამ ჯგუფში და ჩრდილოეთ გერმანიკულში შედის დანიური, შვედური, ნორვეგიული, ისლანდიური, ესე იგი სკანდინავიის ენები ძირითადად და ასევე ფარერები. აღმოსავლეთ გერმანიკული გადაშენებული არის და შედის ვანდალური, გოთური და კიდე რამდენიმე სხვა ენა. პროტოგერმანიკული სხვა ენებთან შედარებით მალე გამოეყო პროტოინდოევროპულს და მაგალითად სლავურ ენებთან შედარებით ძნელი არის უფრო ენების გაგება პროტოგერმანიკულიდან, რომელიც წამოვიდა, რადგანაც სლავური შედარებით გვიან გაიყო, ვიდრე პროტოგერმანიკული. ორი მთავარი ცვლილება მოხდა პროტოგერმანიკულში, როდესაც გამოეყო პროტოინდოევროპულს. გრიმის კანონი, რომელიც პირველი იყო და შემდეგ მოყვა ვერნერის კანონი. გრიმის კანონში პროტოინდოევროპული რამდენიმე თანხმოვანი შეიცვალა სხვა თანხმოვანებით, მაგალითად პ შეიცვალა f-ად, პროტოგერმანიკულში ტ შეიცვალა th-ად და კ შეიცვალა h-ად. მაგალითისთვის ლათინურად პატერ გახდა ინგლისურად father და როგორც ხედავთ პ შეიცვალა f-ად. ტრეს ლათინურად არის three ინგლისურად და ლათინურად cor, c იკითხება როგორც k-ად, cor და ინგლისურად არის heart. როგორც ხედავთ, მსგავსება არის. თუმცა მეცნიერებაში ამჩნიეს, რომ ეს მთლად, ესე ვთქვათ, კონსისტენტური არ იყო ეს ცვლილება და აღმოაჩინეს ვერნერის კანონი. და ამის ერთ-ერთი მაგალითი არის მაგალითად father. როგორც ხედავთ, გრიმის კანონში წერია, რომ თ შეიცვალა th-ად, მაგრამ father-ის th არ არის იგივე რაც th. და სწორედ ამიტომ ვერნერის კანონიც მნიშვნელოვანია.